საუკეთესო smart საათი Apple-ისგან, Apple Watch Ultra 3. Apple-ის ბოლო მოდელი, ესე იძახის Apple-ო საუკეთესოა და ვთქვათ, მართლა საუკეთესოა თუ არა. შევადარებ Huawei GT5 Pro-ს. რაც შეეხება Ultra 1, Ultra 2, Ultra 3, განსხვავება ვიზუალში არაფერი. ზუსტად იგივეა, Ultra 1-სა და 2 შორის არის 1000 ნიტით უფრო მეტი აქვს Ultra 2-ს, 3-ში და 2-ში განსხვავება არაფერი, ეს იმი დაემატა სპუტნიკები, რომელიც ჩვენთან არ მუშაობს და მორჩა. ეს ღირს 3100 ლარი, ეს ღირს 1200 ლარი. სამჯერ ძვირია. ელემენტი ამას ყოფნის 3 დღე, მაქსიმუმს ვიძახი, ამას მაქსიმუმ 2 კვირა, თუ ვარჯიშებს გაუვთიშავ 1 კვირა. 1 კვირა ელემენტი ყოფნის, საოცრება. ამის პლუსი არის ისო Apple Pay იხდის ყველაზე მაგრა დადებული არა გადახდილი გაქვს, ამას არ მევა ჩვენი ბარათები, Samsung-ს აქვს ბარათით გადახდამა 5-დან ერთხელ იხდის, ანუ ეგ არის Apple-ის გარდა ყველა საათს აქვს ეგ პრობლემა არ იხდის. ეს მუშაობს თავის სისტემაზე Harman OS-ზე, ცოტა შეკვეცილი სისტემაა, მაგრამ აქვს აბსოლუტურად ყველაფერი. ყურსასმენს პირდაპირ Bluetooth უკავშირებ, მუსიკებს ამაში ჩაყრი, ესეც 64-იანია, უსმენ, წყლის ქვეშ 50 მეტრი ამითაც შეგიძლია იყვინთაო, შეგიძლია ამითაც. პირველი ქონდა Huawei-ს და რატომ მიყვარს Huawei, ყოველი საათი სხვადასხვა დიზაინით გამოდის და რაღაცა გაუმჯობესებულია. აქ ერთ-ერთი დიზაინს აგლახავებენ. ხალხის ახალი საათი გამოვიდა, ყიდულობს, არაფერი განსხვავება. ყურსასმენშიც ეგრე აქვს დიჩი, 4 წლის მანძილზე რაც გაუმჯობესეს, Type-C პორტი გაუკეთეს. ეგ იყო და ეგ. ეხლა რა ვიცი, თქვენი გადასაწყვეტია, რომელი უფრო მოგწონთ ვიზუალი გემოვნების თემა. აქაც საფირი, კერამიკა, ორივე მოწოდების სიმაღლეზეა, რასაც ქვია ხარისხი და აწყობა და ყველაფერი. აქ უბრალოდ ტიტანია დამატებული და Apple Watch თუ ტიტანის სამაჯური გინდა პლუს 200 დოლარი უნდა დაამატო. ჩემი აზრით ეს უფრო კაცურია, მრგვალი საათი ჩემთვის უფრო ლამაზია, ოთხკუთხედი ცოტა უფრო ინფორმატიულია, რაღაცა მოგდის მეტი ინფორმაცია ეტევა. განსხვავება ეგ არის, მეტი რა ვიცი, მე დიდად ვერ ისქვენი, პლუსი ამას კიდე ის აქვს, როგორც iOS-ზე, ეგრევე Android-ზე, ორივეზე ერთდება და ჩემნაირი ადამიანის, ვინც ტელეფონებს ტესტავს ხშირად, იცვლის, ყველა სისტემაზე მიდის. ამას აერთებ მხოლოდ Apple-ის ტელეფონზე. მორჩა. ასე რომ დაწერეთ კომენტარებში, ეს უნდა ღირდეს 3100 და ეს 1200 და ფასი, აწყობა, ხარისხი და ყველაფერი როგორ შეესაბამება და რომელს აირჩევდით თქვენ.